აი კუჩიკი 2 საათი თუ 3 საათი დაწყებული აღაში იცლი 2 მომიშუდა მაგრამ სიცლივს აიტვის და ვიდეო აქ ვერ დავიჭირე ინტერნეტი მობილური ინტერნეტი ჩავრთე და ძლივს აიტვის და ჯუდო მაღარ მინდა დაეძინა ეთიოც წუთი გადაგუჭა 5 წუთი გაგიშვებდა 5 წუთში თორე მე დამეძინა ეხა ავედით თავისუფლები ვართ სარკი არ არის და სარკის მოგილობას წევთ თქვენ რა და ტელეფონი ეს კონტესტა შემეთქინო სოღები და კიო შოვა ხორგინა ეკუნა მეთქო წავალი ხადავაჭი ნინო შელაპარაკო რატო ტელეფონ ჩემი ტელეფონზე გავს დამოვალე ხალე მეთქი ლაპარაკობს გამიკვდო ისე ლაპარაკება თქო ეი რა არის ხარ რა მომეშვი რა მინდაო ხელსარიალი არ წამოხვიდეთ რამე მიყიდეთო რა რამე ხმა ჩართული მქონდა ბზუოდა ავია და რაღაცა ბზუოდა მე მახსენი მამა ჩაკეტე და წავედი ახლა ხმას ჩაურდა მეცადე ჩართული ხმა ზათარი დავიდით ჰერი ინტერნეტსა თქვით შეჯერჯერობით არ გვინდა ტელეფონს ვსვავს და დავიდეთ საჭმელად რა უნდა ვჭამოთ ჰა შაბურ წავედით ფეხსაცმელებიც მინდა ვუყიდო და რა ვიცი აბა თუ არ მეზარება ვაგზალზე გასვლა და ვაგზალზე ვაგზალზე ვჭამოთ იქაც კაი შაურმებია დონაკი თან ციტაკები ალაგია მაგიდაზე ეგ მომენტი ეგეც სადა ეს სადიკი დავით დამთავრდა ხახნო ისე როგორც თქვით კი 2 საათზე ზუსტად 11 საათზე დაიწყო ჩაწერა არ სადაც დაგეძინოს ნინო ზუსტად 2 საათზე დაიწყო და 11 საათზე დაიწყო და გადავთვალე ზუსტად 2 საათი 2 საათში 2 საათზე რჩებოდა ვეღარ ავთქვი და ზუსტად მასე დარჩა მორჩა 1 წამითაც კი არ გაგვიგრძელეს ის შემთხვევაში გრძელდება ხოლმე თუ მოძრაობს და ის წუთები აკლდება რა თქმა უნდა იმას და მე გგრძელები მაგრამ ის წამალი რომ დაალევინეს რომელიც ძალიან მოეწონა ის რომ დაალევინეს წათი მიდი მართლა 2 საათი ეძინა და მე 1 საათიც მიყურჩებული იყო ისე რომ ადვილად წადინინო რომ წათი აუ რაც ხელა მე კიდე ამის ჩაცვას ვაპირებდი კიდე მაგ გამხმარი არ გამოქაჩა მაქვს გამხმარი და გაფხოკილი ის რო ეყრა რაღაცები ისე ტექნოლოგიები შეუცვლიათ წინაზე თაბაშირით დაკროვდნენ და თეთრი იყავი
ეხლა რაღაცა ფიქსატორი არის, რომელიც წებოს ფუნქციას ასრულებს და ძალიან ადვილად მოსცილდა სველი იმით სალფეტით. წავედით ხა. იქ. მაგზალზე. მანდ უყიდი ფეხსაცმელებს. 33-ები გვინდა. იმიტომ რომ სუპინატორები გვაქვს 33. ისეთი რა ჩაიგო. ხო და ეს. იაფია ხოლმე სხვათა შორის 15 ლარი და ეგეღის და ეს ზაფხული რო გაატანინოს რა. ეგეთებს ვუყიდი. ნახე იქ ეს ყოველი ძაღლია. გადავიდეთ. ისინი არ გავკარგოთ. პატარა ბუენელა. იქ სომათეში შედი. გაგვეპარა ძაღლი. დიაბა გაიარე, დაიჭირე. წინაზე აი ჩიტებზე მიიწევდა ჩვენი ნაცვლი. წინაზე აი გვინდოდა რაღაცა გვეყიდა რა რამე. ისეთი ფასები აქვს, რომ რავია, ხო კარგად არის. ელემენტარული მე მგონი ხაჭაპური 5 ლარამდე ღირდა. არა და ნინოზე დიდი ხაჭაპური ვიყიდეთ წეღან 2 ნახევრად. და საკმაოდ ხო გებრიელი იყო, ძალიან გებრიელი იყო ისა. მეც გავსინჯე. თეთრი მტრედიც ვნახეთ. 8 მარტი და 3 მარტი არ არის, მაგრამ ისა ბიჭი დავინახე ყვავილებით და ძალიან მომეწონა. ნუ დაელოდებით 3 და 8 მარტს. არც 14 ისა. არც 14 ისა. რასელოდები? ძანაჩია. ეს არ დაკარგო. ბულდოგი რა არის? რა არის? ბულდოგი. აბა საერთოდ. ბულდოგი. აი ეს ტყობს კერძე. ხაჭაპური დიდი შაურმაში. ეგენია დიდები თუ შენახარ პატარა? ჰა? თბილია ისე შეუძლია ჭამოს. მოაღწიეთ ხალხო. ნინო გაამზადე ტანსაცმელი. რაღა ტანსაცმელი გუში ხო გეცვა რაღაც. ხო და ისა. ჯერმე გავაბინაოთ ტრადიციულად ისე მინდა ყავა რომ აიყოს ორ წამში ამოვიდა და ვიმებ წყალს და ახარადეს რა შორტები რა ის ერთი მაგდა გასერიც ეს ბარბარესებია. ხო. შორტი არა, გაგმისალ ეგეთი ელასტიკი ჩაიცვი. ზემოდან მაიკა. დაჟე ეს მაიკა გეცვას და ის მაიკაც ჩაიცვი. გაგდის ცინგლი ძალიან. ეხლა მე უკვე ჩავიდი. შენ ის გითხარი რაც გამზადე. წავიდი. აუ ზღანდელ კომენტარზე ვიცი ძალიან თბილი იყო და აღარ ვარგო და ტყუილა ჩავარაკრაკე. მუკბანგზე ემანდ შაურმის მუკბანგი არ გადაიღო თუ რა იყო.
ხოდა ეხლა წარმოვიდგინე საშაურმეში მე და ნინო რო ვართ და შაურმას რომ ამუკობანგებთ. წავედი. ქალაქში ჩაცმული სტანსაცმელი არის ეჯერადი. ჩაიცმევ წადი გაიხადე. გადაყარე. მეტროში მეტრომანი რო გავატარე, ჯერ ნინო გავატარე და სამგორში რო ჩავედით და მე უნდა გავსულიყავი, გათავდა ეს თანხა და ნინოს მივაწოდე ხაჭაპურს რო ჭამდა და დამიჭირე მეთქი აქ იდექი და წავალ ჩავრიცხავთ ხო და იქ ხო განანის ქალები, ანუ იქ რავი ზედამხედველები თუ რაღაცეები და ქალმა ესაო მოდიო გაიარეო და სხვა დროს სანა პატარა არისო ერთად გადითხონო, აღარ გაატარო ცალკეო და უფასოდ თავისი საშვით გამატარა. შენ გაიხარე მეთქი მოთხე. ეს დაგჭირდება. ой დედა. თავი არა მაქვს არაფრის. დავედი ბანა ყავა და მე მოვიდე. ეს ხალათ ისე ლამადად გამოიყურება ამ ჩემ ახალ ტექნოლოგიაში, რომ არ მინდა გავიხად. არა გავიხად, თუ არ მინდა. ეს გავიხსნე უბრალოდ. იბანავე და თუ ტარიყოს შემგრილდა. ეს დომესტოსიანებს დაგასწრობთ ამ მაიკაზე რა, რომ დილანდელ ვიდეოშიც მეცოდა წინა ვიდეოშიც ეს მაიკა. ხო და ვინც გაიფიქრეთ რა სადღაცას კუნჭულში რომ 3 დღე ერთი მაიკაცვიაო არ დაგაურეცხიაო და ასე შემდეგ დაგასწრობთ და გეტყვით რომ ზედი 1 საათი არ ამწმია ფაქტიურად ვიდეოს დროს მეცოდა ვერეგევე ამოყირავებას ვაკეთებ საწოლში განაცელნაძილი ხო და თუნა მეტანი მაინც გული შეგტკივდებათ შეგიძლიათ ამომიჭეჭოთ იმიტომ რომ ჩემი გამჭირვებია ეხლა ცოტა ავიქაქალებ ესე სათვალე რო გავიკეთო კაი იქნება იმიტომ რომ დღეს იმდანად დისკომფორტსგან ვიცდიდი იქ საფასთან ქულეს აღსათვალე გამავიწყდა ჩქარაჩქარაში და არ წამიღია და იმდენად მართლა მაწუხებდა უსათვალეობა მზეზე რომ ეს ერთი შარვალი ერთი სათვალე უნდა ჩანთაში შარვალი არ შუალი ერთი სათვალე უნდა მედოს ჩანთაში კუდა ვისო კუდა კი არა ტუპი და ვისო ქიცინებს კუდს მაინტერესებს ასე არა აურა კარგია დაისვენა თვალებმა მოგod მართლა ეს რა არის არ ვიცი ეხლა რამდენიმე დღეა რასაც გეგმა ვისმა გავაკეთო მიუხედავად იმისა დავიღალი არა უშუალოდ ცოტა ხანი ამოვიქაქანებ და გავაკეთებ გამწოზე გარეთ ვინმე შემაშრა რა იქნა გამწოზე ხსნით ხოლმე ზამთარში დახურეტილი მისაფარებლები როა ხო იცი წესი რომ უნდა გქონდეს ხო და ეგ უნდა მივაფარო მაგიდა უნდა მანდეთ გადმოვიტანო და კრესლოით მოკლედ ის უნდა შევცვალო რა ქვია ოთახის დიზაინი მაგას რაღაცა ქვია და დამავიწყე ხა იდის წვერზე მადგა და ვიღაცა თავს ძალას არ დავატან გავიხსენო იმიტომ მეზარება ინტერიერი თავის თმომაკუნდა არ გამიხსენებია დედასკებით
და ის უნდა გავწმინდო მტვერი. მტვერი კი არა მიწაა, შენ ჭირი მე საიდან გამოდის. მაგრამ მეზარება გიფიცებით, მაგრამ ისა მაინც ჩემი გასაკეთებელია და ადემანან გააკეთე გამო. Quatro მანამდე ეს დავდივით. როცა ტალზე მოვიდეთ. ყავა ვინ მოიგონა. ვინ აცვალე იმას. გამიცივდა, მაგრამ არა უშვა. ლაცივი არ არის. აუ, შაურმა რო ვიყიდეთ, გემრიელი შაურმა რაღა დაგიმაროთ. შაურმა ლიდერიო მე მგონი ეგ აწერია გავიყვანე ვაგზალზე. ვარკეთილში დამეზარა გადი ისევ გამოდი. ვარკეთილში კიდე საკმაოდ ფეხით უნდა გვევლო, რომ იქამდე მივსულიყო, ვიცი და სადაც ვაჭრობ ხოლმე ქლაბ შაურმაში. ხო და წავმექი ბარი ფეხსაცმელი ხომ და გიყიდო და ფეხსაცმელი ვერ ვიყიდეთ. სუ ისეთი დახურული და გრუბი ფეხსაცმელები იყო და რაღაცა ნაჭრის ფეხსაცმელი რა აი ბუტასიც არა არც ტკი რაღაცა ის შუაში ხარისხი არ მომეწონა და რავი 25 ლარიდან იწყებოდა რა და მასეთ და ცოტა ზაფხულისებს ბაზრგაზეც ვიყიდი და ხა ბარბარე უნდა წავიყვანო რომ თხოვა რომ რამე სპორტულები მეყიდეო ფული შემოვიდა იუბილეზე და თავისი ფულით უნდა იყიდოს რამე რაც უნდა შემოვატარე და არჩიოს თვითონ ექსკურსიისთვის უნდა რამე რო იყიდოს. ხო და იქ ვუყიდი. ვუყიდი სუპინატორი უნდა წავიღო და ძალიან ადვილად ვუყიდი, რასაც ხმარობს სპეციალური სუპინატორი არის და ხერხემლისთვის და ეგ უნდა ჩაიდოს და ისე ვუყიდო რა მოკლედ. რაღა იქ მიმეცა. ხო ისა შორენა კიდე ისაო შენის ქალი არ ხარო რო თქვიო რომ თურქეთიდან რო ჩამოხალო ნინოსო შოპ მარიაში წაიყვანო ხო და აბა როდის მიყავო არ დამაცადო ნუ პრინციპში მასე თქვი თურქეთიდან რო ჩამოვალ წავიყვან მეთქი ფიქრობდი დავიწყდებათ მეთქი არა წავიყვან უბრალოდ ეს ექსკურსიები ჩამოთავდეს ამოვიცუნთქო და მე ისა რიტყვიან აგვისტოც მოვიდა და სკოლის დროც მოვიდა და კი მოუწევს წაყვანა. არა, პირობა ხო დავდე, პირობა რა, ენას ამომაგლეჯამს შორენა, ეგ რო არ გავაკეთო. სულ აღარ მინდოდეს წაყვანა და დამოვიწყდეს. შორენა არ დამავიწყებს. დავიღალე ხო არაფერი გამიკეთებია, მაგრამ დავიღალე ლოდინში 3 საათი მალე გავიდა, იმიტომ რომ ეძინა. დამავიწყდა და წამალი მისცეს. სეროფი არის და ჰქონდა იცი რის გემო სუნი. და გამახსენდა ჩემს ბავშვობაში არ ვიცი რისი სიროფია ეგა. ხელების დროს გვალევინებდნენ ხოლმე. რაღაცა მენთოლის და რაღაცის. სახელი ჩავიწერე იმისი. უბრალოდ რომ ანუ ვერ ვიხსენებ რის რაღაცა სცენარია. აშკარად რა. ეგ დაალევინეს პიპეტკით. და ხელში დააჭერინეს ის რასაც თავში უკეთებდნენ. თავზე 1.5 საათში მოქმედებს წამალიო და სანამ გაუკეთეს ეს ხელში ეჭირა რა საიდანაც აძრობდნენ და თავზე უკეთებდნენ და ნინოსი შეხედე უკვე ესე ეჭირა და მეთქი იმოქმედა სასტრაფოდ საწოლში. მე გამოვართვის. და მაგირო ეძინა, ანუ არც თვითონ გაუჭირდა და არც მე რა, რომ არ დამჭირდა იმის თქმა, რომ ნინო ცოტა ხანს რა. შემოვიდა მე ეს გოგო რომელიც უღებს ამ ეგეს და ეს ის ბავშვია ხო წყნარი რო არის. მაშინ თქვენ მალე გაგიშვებთ. არასოდეს არც ერთ ექიმს ნინოსთან პრობლემა არ ჰქონია არაფერზე. ეგ კი არა. 45 წუთიანი გამოკვლევა ჩაუტარეს თავზე კომპიუტერული. არ მაშინ ვაძვრენენ კომპიუტერში და მეც ვიყავი შიგნით მახსოვს ყველანაირი
მეტალი მომახსნევს, ჯვარიც კი სულ ყველაფერი მოვიხსენით და გარეთ დავტოვეთ. იმიტომ რომ მეტად დასხივება და მეტად რაღაცა ხდება, იქ მყოფს ეხლა რადგან პატარა იყო ნინო 2 წლის წინ 9 წლის. მაგ პერიოდში მე შიგნით ვიყავი და საცობებიც გამიკეთეს, ყურში საცობები მეკეთა, მაგრამ აი მაგარი ბრახუნის ხმა იყო და იქ ეძინა 45 წუთი. და ისინი кайხანი არ დაგჭირდება. პასუხსაც შეეხება ხვალე თვითონ დაგვირეკავს ექიმი და გამაგებინებს რა როგორანაირად. წადი მანანადეგი. ესე ყოველთვის მეძარება და საქმის დაწყება. მაგრამ რო ვიწყებ ხოლმე მე აზარში შევდივარ და აი ეგ მომენტი მაქვს რა, მომენტი მაქვს დასაჭერი. ხო და წავედი ხა. მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. Ho, Nino შაურმა იონეს მოუტანა ნახევარი შეჭამე ნახევარი. მე უბრალოდ ნამუსი არ მეყო რომ დამეტოვა.